აგრა დააგვიანე. რაღაცებს ვაგვარებდი რა. რა საგვარებდი, გაიმაზა ყველაფერი. რა გაიმაზა, ძმა, ვარაფერი არ გამაზმა. ბიჭო, ბექა ხომ უნდა გვინახა. მე აბა ბექა. ბექა არის? შეკო არა გაქვს. ხო, კაი. ეხლა ამას რა დააწყე? არ დაწყანდება და იჯდება. მაფიოზი. ახადე კაი აბა. აი ხა მოვისმინე, წყნარად მოვისმინე. ჩვენ ვართ, არავინ არა. ხო, კარგი. ეხა ხსნი. წყნარად. აი ხო, ბოდიში. ბიჭო, შიქო არა და. აჰა. აბა მოვედით. მე მგონი ლოკაცია ეგ არის. ნახოთ ჩვენი პირველი მანქანა. გამარჯობა. აი გერანი, ახლა. სათხას. მოცო. მერამ დარია. ამა ჯობია რომ ვაფშე არ წავხადოთ მე. არა, რა უნდა ახალო. ამა შეხედე. ეს კამუფლაჟია გაკეთებული. რუსულმა დრონებმა რო არ დაინახო. მოდი რა განახო კიდე ყველაზე მაგარი რა აქ ხა რა პრიუს. შეგიძლია რომ სახურავიდან გარგარი ჭამო. მაგარი მწიფი. მე მგონი სანადირო იმად გადავაკეთეთ ამას რა და კამუფლაჟი არ ხო იცი ტყეში რო შეაღებენ უკვე ისა ჩასაფრებულია მაგრამ. არიკეტება просто გიას. ხო რა ვხადოთ მართლა. ეხდება კაპოტი? აგიხადო? აუ არ არსებობს. როგორ ეხდება აზია? აი. მოდი ერთი ჩავხედოთ რა ხდება შიგნით. გამოატარე. გამო. ვხადეთ ძალიან გაასწორეთ. სპაიდერმენი ცხოვრობს შიგნით. აუ, აი ეს ტურბოა. ეს ნახე რო არ იწვალო ეგრევე რა, გააძრე ზეთი დაამატე, ისევ აქ ჩადე, დააფარე, გააგზელე სია. სელები ნახე. ეს რა არის ბიჭო? იგაი. აი ბრენდი არ გამოაჩინა. აი ბრენდი არ გამოაჩინა. ობობის ქსელები ნახე. მაგრამ რა ძმა მანქანა არის, პროსტა ნახე. ტივი აქ ამატებს, ამას ეგრევე ჩააგდებ, მიხურო. ამა შეხედე. პირველი რაც უნდა ვქნათ, ალბათ უნდა გავრიცხოთ. ამში ხო არ დავტოვოთ. აუ, რამდენი ობობის ქსელია. მორიელები იცის ბრატ? ეგ რა არის? სათად არის გოპავორდნიკი. მაგრამ ყველაზე მაგარი ნახე რა არის. ეს არის ყველაზე საბჭოთა მეთოდი რა. სარკე რო გივარდება თუ რაღაცა, ნახვი ჩათხარა და წამოიღეს. აი ხანა ჩაწი. ანუ აბა იქოქება თქვენი აგრით? ჩემი აზრით არა. რა იქოქება თუ მანქანა ვერ გავიგე. ბუჩკად არის გადაქცეული. არ დაქოქივა ალბათ. აი აუცილებსო. ესენი არ გადმოდის სიდენი. რას უნდა გადმოდიოდეს ესეთ რა? მოგლეჯი. არ იღება ბაგაჟნიკიდან რომ მივიდე? არა. საბარგულიდან უკაცრავად? აუჩ. ფაინა. კიას თავისი. ზავოდსკოია. sorry. ძალიან მაგარია. რა, მე მგონი წავა რა. გონი ჯობია რომ ბიჭებს დაურეკოთ უკვე. მე მგონი ბავშვებს მაგრაგული დაწყდება თამანქანაში ზიან ერთობიდან რაღაცეებში ზიან უეჭველი. ავედით, აბა ევაკუატორი მოვაგორეთ. დავაი. და ბავშვებს ბოდიში მოუხადოთ რომ მანქანას ვარწმევთ. ოპა, დაიკეტა. ხო, ეგ არის. ნომერ მესამე სასწაული. Our beauty. ეგ არის. არც ფარები არ უმუშავებს ამ ვაფშე არაფერი არ უმუშავებს. მარტო კარკასია. ეს არის
ეს რა მუსიკაა? Well, life has nearly killed me and my mind has put me on the edge. Life has nearly killed me and my mind has put me on the edge. Though I can barely crawl, I've got to walk where these angels' feet are tread. ვინ არის slow motion-ში რა ვიმშე? Sunlight alone don't even burn my ოლი ხო ახლა ჩემი ყურებით მანქანა არ გაკეთდება, მიხედეთ საქმეს. კაი, მოკლედ ჩვენ ეგეთი რაღაც გადავწყვიტეთ რა, რადგან ეს მანქანა არის რამაზე და რამდენიმე სანტიმეტრით ისედაც აწეულია და 4-4-ზეა. გადავწყვიტეთ, რომ ისეთ თემას მივაწვეთ, რომ აი ოფროუდისთვის უფრო გამოსადეგი რო იყოს რა. პირველი რაკეთება იქ მითხარით ეგ. შემდეგ არის პირველი ეტაპი. ინტერიერის და ექსტერიერის დაშლა. აბსოლუტურად უნდა მოვაშოროთ ის დეტალები, რაც ხელს შეგვიშლის შემდეგ სამუშაოებში და გადავახარისხოთ მოხსნილი დეტალები. რაც გამოდგება, გადავახარისხოთ და დავასუფთავოთ, რაც არა და უნდა გადავყოთ. კი ბატონო. ინტერიერი დავშალოთ, საწმენდ რაღაცეებს მე თქვენ მოგაშორებთ, დიტეილინგ გარაჟს გადავაბარებ მაგ საქმეს და აი მე რას ვაკეთებთ, რომ ამ ყველაფერს მოგაშორებთ. ამის შემდეგ თამამად გადავალთ სათუნუქე და თუ საქმე მოითხოვა სარობოტე სამუშაოებზე. კი ბატონო, შემდეგი რა არის? შემდეგი ახლა სათუნუქე რომ მორჩება, ეგრევე სამღებროსთვის უნდა გავამზადოთ, არა? მე ხა მივხედავ ამ მანქანას, თქვენ გადაიღეთ იქით, არ შემიშავოთ გიხვეწეთ. აიწიეს ცოტა ისიც რა ატრაკე რა საქმე რა მარტო ახლა მანქანა გავაკეთო თუ რაღაცები გადა
ახლა სამღებროში. რა თქმა უნდა, გადავწყვეტეთ, უნდა დაესხას რაფტორი, რადგან დავიცვათ უგზოვებაში ნაკაწრევისგან. იდეალური გადაწყვეტილებაა რაპტორი. რაპტორის მერე რა ხდება? უგზოვებაში ხმა მანქანის მომზადება და გვჭირდება. იქ საბურავი. კი, ეგ მარტივია. ჯალამბარი, შნორკელი, ძალოვანი ბამპერი აუცილებელია, საბურავები, დისკები. კი ბატონო, ეგ ზეთი და აკუმულატორიც უეჭველი და გვჭირდება. კი ბატონო. და მაგ ყველაფერს ვინ მოიცა, ნახე, არა, ყველაფერს მიგვაწევს არა. პირველ რიგში ძალოვანი თანმიმდევრობით რომ იყოს. პირველ რიგში ძალოვანი ბამპერები გავუშვათ AJ Fab-ში. კი ბატონო. ჩვენ ვართ კომპანია AJ Fab-ი, მოღვაწეობთ რუსთავში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კეთდება მანქანის ბამპერი, რომელიც უნდა მოიხსნას, შემდეგ მოემზადოს სკანირებისთვის, პროცესი არის მიმდინარეობს ესეთი, მაგნიტური პინები უნდა დავაკრათ, მერე დასკანერდება. პირველ რიგში ვამუშავებ 3D Max-ში, შემდეგ გადამაქვს SolidWorks-ში, SolidWorks-ში ხდება სრულად აწყობა, რომ იქ კესვები ვიცოდეთ, სად არის ფორმები, ყველაფერი და ამის შემდეგ გადმოდის მუშავდება Corel Draw-ში და შემდეგ უკვე იჭრება ლაზერზე. დავასკანერეთ, ასე რომ ვთქვათ, სკანერიც კარგი გამოვიდა, სუფთა არის. ყველა დეტალი ჩანს, რაც დაპროექტებისთვის არის საჭირო, ანუ ჩანს რამა, სრულად, ასევე ჩანს კუზაოს დეტალები, სად არის საბარგული, სად არის ფრთები, რომ დასკანერება შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილად დასრულდა და თავისუფლად პირველი ეტაპი გავიარეთ. ამპული მოგცემს იქ ახლა საბურავს, ზეთს, აკუმულატორს. კი ბატონო? კარგი და ეს ჯალამბარი, დისკები, განათებები, მაგას ვინ გვაწევს? Ford-G. კაი და რო არ მოგცეს? მოგცემს. კაი ძმაო. არის კიდე რამე საქმე გასაკეთებელი. არა, მეგონი მოვურჩით. წავნახოთ მაშინ ეს რა გაკეთდა. წამოვა. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი ხნის გასვლის შემდეგ ჩვენ როგორც იქნა მოვედით თავლაში და ჩვენს დასრულებულ პირველ მანქანას ვნახავთ. გამარჯობა დევიდ. ეს დღე რო გადაგა. კი, არ ვიცით მოკლედ წინ რა სიურპრიზი გველოდება და მოდი დავიწყოთ მადლობით და მადლობა გადაუხადოთ ჩვენ სპონსორებს. პირველ რიგში Global Auto Imports, რომელმაც აიღო მთლიანად თავის თავზე ეს ჩვენი პროექტი და არის ჩვენი გენერალური სპონსორი. ასევე ძალიან დიდი მადლობა თავლას, სადაც ეს ჩვენი მანქანები გაკეთდება ჩვენი პროექტის ფარგლებში და ძალიან დიდი მადლობა Detailing Lashas და ასევე ძალიან დიდი მადლობა Ambols, Galvs
და AG Fabs. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო 4VD.G-ს, რომელმაც მოგვამარაგა რაღაცა ნაწილებით, რაც არ ვიცით და ვნახავთ ახლა რა იქნება და მე მგონია რომ უკვე დროა რომ ვნახოთ ჩვენი პირველი გაკეთებული მანქანა. აბა. აბა. მზად ხარ? მე კი ისე. აი, დავაკაკუნოთ. მზად ხარ თქვენ? მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. Hi Lash. კაი, გადაგვიხადეთ, მოდით. მოიცემ, მზად ხარ? მე მგონი უნდა დავითვალოთ და ერთად გავაკეთოთ ყველა მეც რა. კაი. 2 1 წავიდო. ამოვიდო. ვაიმე. ეს რა არის? შენ ის რა ხდე? ეს ჩვენ არ მოგვიყვანი. ბიჭო, ხო რა გადა. მანქანა. ბეკა, შენ სიმუშავე ამ მანქანაზე? არ გასო სათულუქეს ამ სამღებროსთვის გავამზადე აბსოლუტურად თლიანად მე. შენ. ხო, ბრავო. ეს ნახე. კაი, მოდი. ეხლა კოცო, მოდი ლაშას ვკითხოთ. რა გაკეთდა ამ მანქანაზე? მოდი ხა ჩაგაბარებთ მე მანქანას. ჩაგაბარებთ მანქანას, მოკლედ თქვენ თვალწინარი ხა დიტეილინგ გარაჟის და თავლას კოლაბორაცია. უცებ რო თქვა დიტეილინგ გარაჟმა მიხედა დიტეილინგს, თავლა მიხედა სამღებრო სათუნუქეს სამუშაოებს და პლუს კიდე ბევრი სეწრილობას, რომელიც გათვალისწინებული არ იყო. ავტომობილს დაჭირდა მოკლედ სტანდარტული სამუშაოების ნაწილი, კომპლექსი და დაემატა კიდე რაღაც სპეცსამუშაოები, რომელსაც ჩაგაბარებ. დავიწყოთ იქედან. სათუნუქეს სამუშაოებს რაც შეეხება, სათუნუქემდე ავტომობილის ზარას დაჭირდა გასწორება. თლად რობოტი არ დაჭირებია, მაგრამ თუნუქზე ბიჭებმა ძალიან მაგრა იმუშავეს და ძალიან ბევრი. შემდეგ ზარა გამზადდა იდეალურად და თუ შეიძლება კარგად გადავიღოთ კუთხეები, რომ გრამი ნასახი ტალღა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რაპტორით არის შეღებილი, მანქანა არის იდეალურად დამუშავებული და რაპტორი აქვს იდეალურად დასხმული. გავაგზავნოთ მე უკვე იმით, რომ ნორმალურად არის ყველაფერი სიტუაცია სამღებროს მხრივ, ავტომობილს დასჭირდა უკვე დისკის გულების შეღება და მოუწია ეგრეთ წოდებული კანეგზების სპეც ფორმის მიცემა. რომ გამოსულიყო, რადგან ძალიან უცნაური მანქანა ყავს ჩემო მეგობარო. შესაბამისად, სალონი, რომელიც დიტეილინგ გარაჟმა მოარგო ამ ყველაფერს კი ამ მანქანას, სალონი, რომელიც მოარგო, მოგვიწია სტანდარტული სალონის მორგება შენ XL მოდელზე, რომელიც ასევე რთული იყო. დანარჩენი ვიზუალს ათემნებ თვალყურს, რა არის, როგორ არის, ჩემი კომპანიის მიერ და თავლას მიერ ეს სამუშაოები შესრულებული არის ერთ თვეში. ზარა რომ არ ყოფილიყო კოროზიული და რომ არ გაეგრძელებია, არ ქონა ბევრი ჟანგები, ნორმალურად შენახული მანქანა იყო, საწუწუნო არაფერია, მაგრამ ანტიკოროზიული დამუშავება მანქანას გაკეთებული აქვს და მეშოვნე აქვს თუნდაც წასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდენო 5 წელი ქონდა შეგიძლია მანქანას საერთოდ არ შეხედონ, რომ ზგავსი პრობლემები აღარ გექნება. ბრავო. მოკლედ დასრულდა ჩვენი პირველი მანქანა მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ ბოლომდე, ვინც გულშემატკივრობდით, მადლობა ვინც გველოდებოდით ამდენი ხანი. ეს იქნება ჩვენი არხის მანქანა, 0-100-ის მანქანა. ამ მანქანით ვივლის მთელი 8 გადაცემა. ესეც უნდა ვთქვათ, რომ პირველ სეზონში იქნება 8 გადაცემა, ანუ გავაკეთებთ 8 მანქანას. და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომ რაც უფრო მეტი მაყურებელი გვიყურებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და ჩვენი სპონსორებისთვის, ხო? ყველა სოციალური არხზე ვართ, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და რა თქმა უნდა YouTube-ი, გამოგვიწერეთ და თუ დაალაიქებთ, ძალიან გაასწორეთ, მაგრამ დაგვეხმარებით. არ ველოდებოდი მე სიმართლე გითხრათ ამ შედეგს, რა შედეგიც დაიდო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს ამისთვის და ბექა სიტყვის 1-2 სიტყვას ბეკ. კი, მეც გეტყვით 1-2 სიტყვას. მოკლედ, რა ვიცი, შედეგი სახეზეა და ეხლა ველოდებით თქვენ განაცხადებს და გაითვალისწინეთ, რაც მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი მანქანის ისტორია. რაც უფრო საინტერესო ისტორიით გამოგვიგზავნით მანქანას, მით უფრო დიდი შანსი იქნება, რომ ჩვენ ხელში მოხვდეს, გაკეთდეს, დარესტავრირდეს და დაგიბრუნდეთ ისევ თქვენ. ასე რომ გელოდებით ჩვენს მეილზე თქვენი მანქანის განაცხადებით. ხო, და რაც მთავარია, თუ ვთქვათ, თქვენი მანქანა ვერ მოხვდა პირველი სეზონის პროექტში, აუცილებლად მოხვდება მეორე სეზონზე, ვთქვათ, იმიტომ რომ აუცილებლად ეგრე ვერ ვიტყვით. ხო, თუ ვთქვათ, კარგი ისტორია ქონდა თქვენ მანქანას და ვერ მოხვდა პირველ სეზონში, აუცილებლად მოხვდება მეორე სეზონში. და ამიტომ ამისთვის რომ მეორე სეზონი
სეზონი იყოს. არის თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მეტი სპონსორი მოვიდეს და დაგვეხმაროს გვერდში დაგვიდგეს მოკლედ აი ამ პროექტის განხორციელებაში. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ ჩვენ პროექტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიწეროთ ჩვენ კომენტარებს უპასუხებთ აუცილებლად ყველას, იმიტომ გვექნება რაღაც ერთი დღე, სადაც ჩვენ კომენტარებს უპასუხებთ, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ რაღაცა იკითხოთ, თქვათ გადაცემასთან დაკავშირებით, იმ ხატრულ ნაწილთან დაკავშირებით, რაც თქვენ დაგხვდათ ამ გადაცემაში და ასე შემდეგ. მოკლედ პირადი შეკითხვებითაც გელოდები. და ძალიან მნიშვნელოვანი რაც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც სეზონი მორჩება, ანუ პირველი 8 გადაცემა როდესაც მორჩება, თქვენ გელოდებათ სიურპრიზი, რა იქნება სიურპრიზი, ამას ნელ-ნელა გაიგებთ, ან არ გაიგებთ და პირდაპირ სეზონის დამთავრების ბოლოს გაიგებთ და ამიტომ გვიყურეთ და რა იცით, იქნებ რაიმე კარგს გამოკრათ ხელი. წამოდი ახლა ავარჩიოთ მეორე მანქანა. კაი, ეხლა წავალთ და თქვენ ერთ-ერთ მანქანას ავარჩევთ და კაცმა არ იცის როდის მოგაკითხავთ. Look, tell a man no trouble, I don't want beef, man, I just want vibes. Big man like me, no need for the telephone hype. I got too much getting online. One rule, then I'm on site. Wrong move, I bet they gon' ride. No need for the telephone hype, nah. No need for the snoozing. Big whip outside, I'm cruising. Big stick inside, no losing. Better watch out for the snake and Judas is. Don't ask them who this is. I bet they know what I'm moving in. I bet I show it into a dim. How you hate and then lose again? How you hating my vibes? Why you wasting my time? Getting hype on my line. Tell a man I don't want feedback, I just want relax. Brand new whip, two-tone, I need that brand new hit. You know, like lean back, brand new bits I live in. We pack, man, you never gon' like us. Get them on sight now, let them on light. That way they know I'm all righteous. Look at my life, I'm living alright. I'm nice, you know I'm alright. Cause looking like Christ, no need for the hype or fight or telephone vipers. No need for the telephone vipers. No need for the liars. I don't watch your moves or priors. I got much to do, I'm biased. Big bosses move in silence, watch it. No need for the liars. I don't watch your moves or priors. I got much to do, I'm biased. Big bosses move in silence. Yeah, me, I'm moving quiet. Ask me, I leave me an island. New watch is perfect timing. No need for the surface shining.